დილა მშვიდობის, როგორ ხართ, როგორ მაგ ხმა ღმერთო, გუშინ ფანჯარა ღია დამჭყა ეს ფანჯარა და არ შეიძლება შეგვცივთა, როგორ ხართ თქვენ გოგოები, ხო ხართ კარგად ყველა, კარგ განწყობაზე, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარული, თავს ერთი შუქი არ არის, მანდ არ არის ასონთები არა. გარდამთავ ხოლმე ზოგჯერ რო გავდივართ სახლიდან, საერთოდ ვთიშავ. და მაგიტო, როგორ ხართ აბა? მოგიკითხავთ ყველას. მადლობა დღევანდე მშვიდობიან დღეს უფალს რო გაგვითენა. მშვიდობიანი დღე. გოგოებო, ეხლა კომენტარებს გადავხედე და გამოვაქვეყნე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ხართ ჩემთან. ეს ჩემთვის არის мотивация. ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотивация. ღამე გავეცი ჭურჭელი ნახეთ ზოგი აქ მაქვს. ნატამ დამწერა მე სახლში ვაკეთებო ჟანაო იმას რა ქვია. ტემასაც მე ვერ ვაკეთებ აქ. არ ვიცი, სულ ვაკეთებდი ხოლმე მე სახლში. ხიდის თავში სულ ვაკეთებდი და ვერც იქ ვერ ვაკეთებდი გორში ესეთ ბინაში რო ვცხოვრობდით, ვერ ვაკეთებდი. მე მგონი ნატას კერძო სახლი იქ მაგიტო. აქ ცოტა რთულია. ასეთი რაღაცეების გაკეთება. მით უმეტეს რო გავაკეთებ სახლს, კიდევ უფრო რთული იქნება, ანუ იზი არ იქნება, რომ მოლოდინი რო აი რაღაცა მე გავაკეთებ, რა ვიცი. მე უფრო გართულდება ალბათ, იმიტომ რომ ხელა ქვაბები, მაშინ ძალიან ცოტა უნდა გააკეთო. ცოტა შეიძლება, არ ვიცი. ნახოთ. ცოტა. და იგივე იქნება ონდეს ჭიქები. ხო რა ვიცი, იმ ხელა ქვაბების თუხი აქვს. მერე ჭურჭელი. მე ვიცი, რაც ხდება, როცა აკეთებ იმას, რა ქვია. ეგეთ რაღაცებს, ტომატს, ტემას, ვიცი, ძალიან ბევრი ჭურჭელი გჭირდება და მე ყველაფერი ხო უნდა გარეცხო და გარეთ მქონდა იქ მე ეზოში. პატარა ბასეინი, სადაც ვრეცხავდი. და ჩემთანაც უგარეთ ვეცხავდით ეგეთ ჭურჭელს. სახლში ვერ წავედი. დიდი ქვაბები და დიდი თასები და სად გაეცხავს. აქ ვერ ვაკეთებ. არა ძვირია. გასტაკლებებით ვყიდულობ ხოლმე 3 და 30 ღირდა გუში, რომ ვიყიდე ეს საწებელი. გუშინ შეიყილიყო გოგოიყო ხო და დარჩა აქ. ეხლა ეს გავათბო, აი ღუმეში გავათბო თუ ტოსტერზე გავათბო, არ ვიცი. აი მინდა აი ღუმეში გავათბობა. მოდით ტოსტერზე გავათბო.
ჩემი გრილი ისეც არის, რომ ისეთ რო არ დავაწოლო, ანუ ისე დავაყენო და რატომ ვერ გიგები? აი ეს ბანანი და შოკოლადი მიყვარს, მაგრამ შოკოლადი არა, იმიტომ რომ შოკოლადი გამიქრეს. ემიჯამეს ბიჭებმა. ზოგჯერ არ უნდათ ხოლმე, ზოგჯერ საერთოდ არ აყავ. არა დავყიდულობ მე ყველასთვის ყველაფერს, ვისაც რა უნდა. გამწვენი გვიჩევნიაო და მე რეტვისაც კარგად ვსვამენ და შოკოლადებსაც კარგად ვჭამენ. პეპლები დაფრინავენ გარეთ. ქარია გოგოებო, ესეთი ამინდი სასეირნო ამინდი არ არის. ცოტა ცივა, გუშინ ისე ციო და საღამოთ. და ისე ეგეთი ამინდია. ცივი და ქარია. ეს კომპოსტომი გავაკეთო. ეს ჭიქა არ მიყვარს. ორმაგი. მაგრამ ხანდახან თითქოს მაინც მინდა ხოლმე რომ დავლიო. ოსვესი არ იდოს. გამოვყენებლად და არა და არ მიყვარს. ვერ შევიყვარებ. ხო გახსოვთ ეს ჭიქები. ბუმი რო იყო ხოლმე, აი მაშინ ვიყიდე. ბუმი იყო მართლა ჭიქებზე მილოში ვიყიდე და არ მომწონს. გოგოებო, რძეზე რა ამბავია. რა ხდება უბრალოდ არ ვიცი Facebook-ზე, რძეზე, მაწონზე. გაიგებდით ხო? რა ხდება? მათ ეს არასოდეს არ დაულებიათ რა. ხო და მაგას გიყვებოდით გოგოებო, რომ რძეზე და მაწონზე რა ხდება და ჩემებს ერთი წვეთი არ აქვთ არც ერთს რა დალეული რძე. არც ერთს. არც ერთი წვეთი. არც რძე და არც მაწონი, მაგრამ არაჟანი უყვარს ძალიან მათეს. ძალიან ხშირად ყიდულობ.
სიმართლეა ეს ყველაფერი ნეტა. რაც ხდება? დასწავლობ. არ ვიცი. შეიძლება ის ბავშვთა პროდუქტები ძალიან აქამდე რა ვიცი სად იყვნენ მაშინ. აქამდე რატო არ ამოწმებდნენ? ეხლა რა ხდება? საბავშვო რძე. პირდაპირ წერია საბავშვო მაგრძეს. და ძალიან ბევრი იყიდება. მე ხომ მუშაობდი და ვიცი, აი რძე იყიდება ძალიან ბევრი. ყოველი მეორე ადამიანი რძეს ყიდულობს. ბავშვებისთვის. ნუ ჩემები არ ასწავდნენ ახლა თორე მეც მინდოდა ხოლმე რომ დაელიათ. იმ ადამიანების შეშფოთება მესმის ახლა. ვისი შვილებით ვსვავე. ზოგჯერ აღარ არის ხოლმე სიტყვები. ძალას კარგავს ხოლმე. ზოგჯერ სიტყვები რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ არის ყველაფერი კარგად, როცა ჩვენ ქვეყანაში ესეთი რაღაცნაირი ის არის. ანუ არ ვიცი უყურადღებობა დავარქვათ ხო? არ არის ყველაფერი კარგად. ბავშვთა საკვები მაინც უნდა კონტროლდებოდეს. ამ შემთხვევაში ვერ იტყვი რომ კარგად იქნება ყველაფერი. არ არის და. მაგრამ ბოლომდე არ ვიცი მაინც სიმართლეა თუ არა. ეგ არ ვიცი ბოლომდე ერთით მოვა. ვარ მან პატარა ხა შევატან და ჩამეთვლება 16 ეს პურსაც ხუხა. გახუხული პური ძალიან შემიყვარდა გოგოება. და მაპაუზებინეს. იმედი ვიქონიოთ გოგოებო, რომ ყველაფერი დალაგდება ჩვენ ქვეყანაში. იმედი ვიქონიოთ. სად უნდა წახვიდე? მე მაგალითად საერთოდ არ საწესვლა არ მინდა. პირველი შემთხვევაა რომ ვიგრძნობ ჩემს სახლში თავს. პირველი შემთხვევაა.
ხო ვიცხოვრე სამგან სამადგილას ერთი ჩემს სახლში მართლა სადაც გავიზარდე მამა ხო არის სადაც ხო ალბათ გარეთ გავით მეორე სადაც გავთხოვდი დიასთან სადაც ცხოვრობდი პირველი სახლი ჩვენი რომელიც იყო მერე ხიდის თავში და ბოლოს აქ მიუხედავად იმისა რომ მიწევს აი ამ რთულ პირობებში ცხოვრება ეს 3 წელი ეს ქალი ღმერთი ჩემო სულ ყოველთვის ეს სიაკეთებს ძირს ყრის ნაგავს აივნიდა რაღაც გადმოყარა ქალაქში ცხოვრებას თავის წესები აქვს და მე მოერგო ამდენი გადმოყარა იცით რეალით მოდიოდა პირველ მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე სართულზე ცხოვრობს ხო ანუ ყველაზე კარგად ვარ აქ მიუხედავად იმისა რომ მიწევს ისეთ პირობებში ცხოვრება რომ არ მიცხოვრია ესეთ პირობებში არც ერთგან არც სოფელში სადაც გავიზარდე არც ქალაქში გორში სადაც გავთხოვდი და ხიდისთავის ბინა ხო იცით თქვენ არც იქ მაგრამ ყველაზე დიდი თავისუფლება არის აქ გოგოებო ჩემთვის ძალიან მომწონს აქ ცხოვრება თბილისში დამკვიდრება არ არის ადვილი მიწერთ ხოლმე თქვენ მართალია ეგ არ არის ადვილი ძართულია რომ პატიოსანი ადამიანი პატიოსნად რო შრომობდა გადმოხვედი ამ ხელა ქალაქში მოსკოვზე რო არის ხო იცით მოსკოვს რემლების არ შეერავს ზუსტად ეგრე არის თბილისი რო გაიმართო წელში და იგრძნო რომ ყარად ხარ უკვე ეს არ არის ადვილი წლები უნდა ამას და მე ვხედავ ადამიანებს რომლებიც თბილისში უკვე ანუ მივიდნენ 60 წელს მიაღწიეს 65 წელს მიაღწიეს და ვერაფერს ვერ აკეთებდა ვერაფერი შპალიერი ვერ გამოცვალეს ელემენტარულად შპალიერი დაჩი განაობენ ისე ვიცი მე ესეთი ადამიანები გოგოებო იმიტომ რომ რთულია ძალიან რთულია ადვილი არ არის მაგრამ მაგრამ მე და გია ერთად ყველაფერს მივახცევთ თავარია მომწონს მე აქ და მინდა რომ აქ ვიცხოვრო თავარი ეს არის ჩემი ადგილი რო ვიპოვე აი ამაზე ძვირფასი არაფერი არ არსებობს ჩემი ადგილი რო ვიპოვე გია კი იძახის ხოლმე რომ მე თითქოს ვერ ავგრძნობ ჯერ რომ ყველაფერსო იმიტომ რომ მთელი დღე რავი გარეთ უწევს ყოფნა გადატვირთულ გზებზე გოგოებო რთულ სამსახური აქვს და მაგიტო თორე მე მაგალითად ვიპოვე ჩემი ადგილი მე ძალიან მომწონს აქ
ძალიან მე არ მიყვარს. მე არ მიყვარს ოჯახში რომ იქექებიან და იყურებიან, პარკებში რომ გიყურებენ რა იყიდე, აქ ეგეთი რაღაცები არ ხდება და ეგ ძალიან მოწონს. მე სადაც გავთხოვდი ზუსტად იქ გარეთ გამოსვლა მეზარებოდა. არ მიყვარდა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიჟები იყო კაცებისა და სუჯორავდნენ პარკებში გიყურებდნენ, რა მიგქონდა და ყოველ დღე იყავი სტრესში, თავისუფლებას ვერ აგრძნობდი. ეგ ძალიან ცუდი. აქ ეგრე არ არის. აი, ეხლა აქ რამხელა 3 არა. 4 ხო? 1 2 3 მეოთხე ჩენდება. 4 უზარმაზარი არქის ბინა, ხო, ჩვენ წინ და აქ ცხოვრობს ერთმანეთისთვის უცხო ხარ. უცხო. ვერ დაინახავ აქ ბიჟებს და ეგეთ რაღაცას. ჩვენთან დაბლა ეხლა ზაფხულში ერთი რამდენიმე ადამიანი კი არის ხოლმე, მაგრამ იქ მეც ვარ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს მათთან ადამიანებსაც გააჩნიათ, ხო, როგორები არის. სიამოვნებს მე პირიქით მათთან, რომ ჩამოვდგე და გავისაუბრო ბავშვებთან ვართ ხოლმე რა ზაფხულში, ხა როცა გარეთ არიან და ძალიან როცხელა ხოლმე. თორე აქ აი რო გახედო, შეიძლება 2 ბიჭი დაინახო დაბლა, რომ ერთმანეთს გამოელაპარაკოს არ რაღაცა მსგავსი, თორე ბიჟები არ არის თბილისში. მადლობა ღმერთს, ჩვენთან არ არის, არ ვიცი, აქ არ არის. დიდი ბიჟები აქ არ არის. ხო გეუბნებით, იქ ვერ გამოვდიოდი. მეზარებოდა გარეთ გამოსვლა ხოლმე. ისეთი ამბავი იყო გორში. მე ორი გამოსასვლელი ქონდა ხან აქედან გამოვდიოდი მეორე მხრიდან, მაგრამ იქაც იდგნენ. ისე ვერ გამოხვიდო, მაინც და გინახავდნენ რა. მაინც უნდა დაენახე. მე არ მიყვარს ეგრე. მე მიყვარს თავისუფლად ცხოვრება. ხო და აქ გძნობ მაგ თავისუფლება, შეიძლება არ ვიცი, სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი თავისუფლება არის. ამერიკაში დავუშვათ. კიდევ უფრო მეტი თავისუფლებაა, მაგრამ მე ესეც მაგმაყოფილებს. იმიტომ რომ სოფლებში ისე იციან ცხვირის ჩაყოფა და ისა რა ქვია, რაღაცნაირად რომ გადიხარ გარეთ და რო ფიქრობ ის შენზე რა სიტყვის ეს ამან ესი არ დაგინახოს, იმან ესი არ და რაღაცა აი ესეთი რაღაცები ხდება სულ სოფელში და აქ მაგას არ ვიპოვე ჩემი ადგილი და დანარჩენი კიდე. ეს ყველაფერი მოგვარებადია ეხლა. მე აქ რო გადმოვედი, რამდენიმე ხანი ერთი თვე მგონი ერთ ბებოს ვუვლით. არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა თქვენთვის. ფეხი ქონა მოტრეხილი აქ. ხო და ძალი იყო მასწავლებელი. უძვირფასესი ოჯახი გოგო, აი არ ვიცი რა, ეგეთ ოჯახში რომ მოვხდი, მე ეს ქალი წაიყვანეს, თორე არ წამოვიდოდი მე, წაიყვანეს სოფელში, გამუკეთდა რა, ფეხზე დადგა და 90 წლისა, არა, 85-ისა იყო მგონი თუ 86-ისა ეგრე რა. დიდი იყო. ხო და ძალიან საყვარელი ოჯახი იყო რა, ხაშურიდან იყვნენ. ეს მასწავლებელი ქალი თბილისელი იყო რა და იმიტომაც მე აქ ცხოვრობდნენ თბილისში და ეგ ბინა რაც მიიღეს, მგონი მიიღეს, აი ზუსტად არ მახსოვს, მიიღეს ეგ ბინა და კარკასებში ცხოვრობდითო მომიყვა. კარკასში ცხოვრობდითო. სტუმარს ვერ ვიღებდი, აი ჩემსავით რა გოგო. და ზუსტად 6 წლის თავზე გავაკეთე სახლი, შენ მომიყვა. 6 წელიო ცხოვრობდიო კარკასში. ცხენოდაო, ვტიროდიო, მასწავლებელი. არ ვიცი რისი მასწავლებელი, აღარ მახსოვს, ზახში ბავშვებსაც ამზადებდა ხოლმე და ერთი ოთახი ისევ გასაკეთებელი ქონდა,
ვერ გააკეთა ბოლომდე ანუ ეს სახლი რა. ერთი ოთახი სადაც ამზადებდა ხოლმე ყველაზე დიდი ოთახი რაც იყო ბავშვებს სადაც ამზადებდა ის ისევ აი კარკასი იყო უბრალოდ ლამაზად ქონდა დალაგებული და ის მოწყობილი მაგიდა თავისი რაღაც 6 წლის თავზე გავაკეთეო ხაშურში სახლი ქონდათ და ბაღები ძალიან დიდი ქმარი სუიქ იყო ხოლმე და ამ ბაღებს ამუშავებდა და იქიდან ძალიან დიდი შემოსავალი ქონდათ ეს ქალი მასწავლებელი თვითონ და თან ბავშვებს ამზადებდა იცით რამდენს რა ვიცი აი ერთი მე რასაც ხედავდი ერთი 10 მოსწავლე ყავდა ან 15 ძალიან ბევრი უკვე ვეღარ ვიგებო რა იმდენი მოსწავლეები ყავდა და აქედანაც შემოსავალი და 6 წლის თავზე ძლივს გავარემონტე სახლი არ არის ადვილი მე ეხლა ვიღაცამ რომ მკითხოს რომ სოფლიდან გადმოსვლა მინდა ან სახლი მინდა თბილისში ვიყიდო და აი ნულიდან ვიწყებ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვეტყვი რისი აი კარგად მოგუყვები ყველაფერს რისი ატანა და რისი გაძლება მოუწევს იმიტომაც თან მე დავფიქრდი და მივხვდი რომ ადამიანები ამ ხელა ქალაქებში გადასვლას რატომაც ვერ ბედავ აი მაგით ყველას არ შეუძლია ყველაფრის ატანა გაძლება ფსიქიკა ყველას ერთნაირი არ აქვს აი მაგიტო გოგოებო დედაჩემს უნდოდა მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ვერ მოახერხეს რომ გადმოსულიყუნეთ თბილისში საცხოვრებლად ჩემი მშობლები მama იმიტომ რომ ფული არ აქვს მამაჩემს მაგიტო არა აი ზოგჯერ ისიც გიჭერს რომ ის სახლი პაპაჩემა აუშენა აჩუქა და როგორ მიატყუებ ხო მოგჭერ ეგეც არის ხო კაი ელით თქვენთან საუბარი მე ჩემი ადგილი ვიპოვე და მთავარია მე თუ კარგად ვიქნები გიაც კარგად იქნება და ჩემი შვილებიც კარგად იქნებიან დედაზე გუშინზელმა მოუწერა კომენტარი რაღაცებში დავეთანხმე რაღაცებში არ დავეთანხმე მაგრამ მართლა დედაზე დგა მთელი ქალზე მთელი ოჯახის ბედნიერება ანუ რა თუ ქარს უხარია ყველას უხარია სამში მთავარია მე ვიპოვე ჩემი ადგილი ვაკეთდება ყველაფერი გალამაზდება მომწონს აქ ცხოვრება თუმცა იხო მოგეყევით ეგეც რასთან გიწევს ადამიანს შებრძოლება ან უნდა აიტანო ძალიან პატარა ბინა რა თუ მეტი არა გაქვს რო იყიდო ერთი ბეწო 40 კვადრატი ქირით რო ცხოვრობდით ეგეთი აი აქ გასაკეთებელ სახლში მიჩვენია ცხოვრება წლები ვიდრე იქ ვიცხოვრო ეგეთ გაკეთებულში ძალიან რთულია პატარა ბინაში ცხოვრება სული გეხუთება ერთმანეთს ფეხებში ედებით და თუ ეხლა 4 სული ხართ და 5 სული ოჯახში ძალიან ძნელია პატარა ბინაში ვერას უნდქავ ელემენტარულად და ესეც იწვევს მე უთანხმოებას ყამაც უარეული ხარ სულ ვერ არაკეთ ძალიან ძნელია ანუ რა როგორც გავაკეთე როგორც მოვიქეცი რაც გადავწყვიტე რაც ერთად მე და გია მე ისევ იმას გავაკეთებდი რომ დამაბრუნა იქ სოფელი არ არის ჩემი მიუხედავად იმისა რომ სოფელში გავიზარდე გოგოებო არ არის იმიტომ რომ რო გავთხოვდი და ქალაქში გავთხოვდი 20 წლისა ვიყავი და ჩემი გაცნობიერებული უკვე ცხოვრების 10 წელი იქ გავაკეთე იქ გავიზარდე და გადავეჩვიე რაღაცნაირად გადავეჩვიე რა მე ვცადე ისევ გადავედი დღის თავში მაგრამ ვეღარ
შევისის ხორცი, არ ვიცი, გადავეჩვი. ძალიან მომენატრა, მომინდა ისე მთავრობის ბინა და აქ უფრო ვძლებ, ვიდრე იქ. აქ უფრო ვძლებ. ზოგი პირიქით ქალაქიდან იქ გადადის. სადაც მოგწონს, იქ უნდა ვიცხოვროთ. უბრალოდ თავის მობმაც არის ხოლმე ძნელი, ადვილი არ არის. ძალიან ძნელია აიყარო და სადღაც სხვაგან დალაგდე, გაიმკვიდროთ. წავედი, აკოცეთ დაგდროებით.